მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვექნება საუბარი მეორე სახის ფერმაზე, არა იმ ფერმაზე, რაზეც მქონდა გაგრძელება, იმიტომ რომ მე ვთქვი 100 ლაიქი უნდა დაიდოს იმ ფერმაზე პირველ გაკვეთილზე. ახლა გავაკეთოთ სხვა სტილის. ეს ზოგადად მიავიღე ფორმები, რომ 6 მეტრი სიგანე აუცილებელი არის, იმიტომ რომ მასალა რომ დაგვიჯდეს შედარებით იაფი, რომ ახლა ფერმას როდესაც აკეთებ, ხომ რაღაც შესაბამისი საშუალება არ გვაქვს ადამიანს იმდენი, რომ რაღაცა გავაკეთოთ, გამოვაკეთოთ. კარგია საშუალება როდესაც გვაქვს, მაგრამ მოდით ახლა განვიხილოთ მაგალითისთვის ავიღოთ სიტყვაზე აი 10 მეტრი 3 მეტრაზე. მიმეხვდით? აი ახლა დაახლოებით 10 მეტრაში ჩვენ შეგვიძლია 2 კარგი სადედე ადგილი გავაკეთოთ. ანუ აი ახლა ავიღებ სიტყვაზე ეს იყოს სადღაც ეს არის ერთი უჯრა. ახლა ავიღოთ მეორე უჯრა, სადაც იქნება ეს ორი უჯრა, ერთი 3 მეტრი, მეორე 3 მეტრი. მოდი ეს რაღაცა ცოტა პატარა მეჩვენება და ამ შემთხვევაში აქ ხომ არის 3, იქიდან გადმოვალთ და ვნახავთ დაიცადე, დავიწყოთ. აქ ეს ხაზი რომ გადავიდეს, აქეთ ერთი ხაზი, 2, 3 ეს არის. ეს მეორე უჯრა, ერთი უჯრა, 2 უჯრა და უკვე მესამე უჯრა, ანუ 3 მეტრი, 6 მეტრი, დაგვრჩა 4 მეტრი. ის 4 მეტრიანი დაახლოებით მე მაგალითად 4 მეტრიანს გავაკეთებდი ცოტა გრძელს, ანუ არ გადავტიხრავდი. მიმეხვდით? და ამას გავუკეთოთ ახლა სიტყვაზე ამასთან გავაკეთოთ. მოდი რომ გამოვკეთოთ. მოდი ცოტა აქედან დავიწყოთ, რომ გამოიკვეთოს რა მინდა. აჰა. ახლა გადავიდეთ ამ შენობა ნაგებობას, უკანა მხარე ჯერ არ მიქნია, იმიტომ რომ დამჭირდეს რაღაცისთვის მინდა ეს ამას ახლა ცალკე გავაკეთებ შემოსაზღვრას. ეს მეორე ნაწილი. პირველ რიგში ზოგადად როდესაც ვაკეთებთ ჩვენ ეს არის 10 მეტრი. ახლა კიდევ 10 მეტრი 3 მეტრაზე, ანუ ის უჯრა რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ფერმისთვის, რაც აუცილებელია, ესეც გავაკეთოთ. всё. ეს გავაკეთეთ ეს უჯრა. ანუ ამ შემთხვევაში გამოგვივიდა ერთი უჯრა 3-3-ზე, მეორე უჯრა 3-3-ზე და მესამე უკვე 4-3-ზე. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს იყოს 2 სადედე, მე მაგალითად
აქ რას გავაკეთებდი? ახლა პირველი რიგში აუცილებლად ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად მოდი ახლა ამათ ყველას გავუკეთოთ კარებებიც. გავუკეთოთ ახლა ამას კარები სად არის კარები? ღია კარები. გავაკეთოთ ერთი კარები, მეორე ღია კარები, მესამე ღია კარები, აბა შევხედოთ რა გამოგვივა. ღია კარები და ანუ ახლა აქ როგორ არის, იცი მე შეგიძლია ადამიანმა ეს კარები ცოტა სიტყვაზე დააპატარაო სიმაღლეში, სიგრძეში, ახლა მაგდენი უბრალოდ დროს წაიყვანს, თორე მაგდენიც ვიცი. ცოტა დროს წაიყვანს. პირველი რიგში რაც მინდა მე მოდი წინ ტერასაც გავუკეთოთ, ცოტაოდენი ტერასა, რომ რაღაც წარმოდგენა ქონდეს ადამიანს რას ვაკეთებთ. ეს არის ასე ვთქვათ პატარა აგერ აქ გადავიდეთ. ანუ ახლა რა გავაკეთეთ? ამ შემთხვევაში ეს ადგილი არის წინა მხარეს დასხმული, ვითომ დასხმულია, რომ ანუ ვითომ არა დასხმული უნდა იყოს ეს წინა მხარე, როდესაც საღორესში მიდიხარ, ანუ საღორესთან მიხვალ, რომ იქ ტალახი რაღაცა წვიმიანში ჩემზე კარგად თქვენ გეცოდინებათ. ეს არის ძალიან აუტანელი. პირველი რაც მინდა მე, როდესაც მე მაგალითად ამას ვაკეთებ ჩემი შეხედულებით, მაგრამ ეს შეხედულება ზოგადად ეს არის აქ დახატული, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენი შეხედულება უნდა შეეხამოს რელიეფს. ყველა რელიეფი ხომ ერთნაირი არ არის. ზოგიერთი რელიეფი დამრეცია, ზოგი ოთხკუთხედი, სამკუთხედი, ნახევრად დამრეცი, გააჩნია სიტუაციას და გააჩნია ტერიტორიას. ახლა ეს არის წინა ვიდეო იყო მოცემული, როდესაც გვაქვს გაშლილი ტრიალი მინდორი. მასეთი შემთხვევა მაქვს ზოგადად აღებული. ახლა მოდი ამ შემთხვევაში ცოტა კიდევ რაღაცებზე, დეტალებზე ვისაუბრებ ასეთ შემთხვევაში და შემიძლია კიდევ აქ ვისაუბრო რა შეგვიძლია აქ დავამატოთ. პირველი რიგში აუცილებლად ეს მხარე, აი ეს კონკრეტულად ეს მხარე არის აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ, აი ეს მთლიანად ეს კედელი, რაც წითლად მაქვს მოხაზული, ეს კედელი არის ყოველთვის დააკავშირე იყოს ჩრდილოეთი. შესასვლელი მხარე, მაგალითად ეს შესასვლელი მხარე აუცილებლად ჯობია ყოველთვის იყოს სამხრეთი. მივხვდით? სამხრეთის შესასვლელი მხარე, როდესაც იქნება ჩრდილოეთის მხარიდან ყოველთვის უბერავს ცივი ჰაერი. ჩრდილოეთის მხარიდან ყოველთვის არის ცივი ჰაერი. როდესაც ჩვენ სამხრეთის გვაქვს, სამხრეთიდან ყოველთვის უბრალოდ 1% არის, როდესაც სამხრეთიდან შეიძლება იყოს ცივი ჰაერი. ეს არის 1%, ძალიან ცოტა პროცენტია. 99-98% ყოველთვის ცივი დინებები მოდის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან მოდის თბილი დინებები. იმიტომ რომ სამხრეთის მხარეს აკონტროლებს, ახლა ამაზე არ მინდა გადავიდე, გეოგრაფიაზე არ მინდა გადავიდე. უბრალოდ ეს ზოლი, ეკვადორის ზოლი არის, სადაც სიცხეა და სიცხე და ჩრდილოეთიდან მოდის სიცივე ერთმანეთის თანაფარდობაა და ყოველთვის ანეიტრალებს. ჩვენ როდესაც ვიმყოფებით ეკვატორის ჩრდილოეთით. თუ ახლა ჩვენი სახელმწიფო იქნება ეკვატორის სამხრეთით, მაშინ ცივი ჰაერი სამხრეთიდან წამოვა, იმიტომ რომ დედამიწას გააჩნია ორი პოლუსი, ჩრდილო და სამხრეთ პოლუსი, რომლებიც არის შედარებით ძალიან ცივი. ამიტომ როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ეკვატორის ზოლის ჩრდილოეთის მხარეს, ამ შემთხვევაში ჩვენთან აუცილებლად მოვა ჩრდილოეთიდან მომავალი ცივი დინება.
სამხრეთიდან მომავალი მოვა თბილი დინება. და მეორე აუცილებლად ეს კედელი ეცადეთ რომ იყოს ყრუ კედელი, რასაც მე ვამბობ, ანუ ყრუ კედელი და აქეთ ამ მხარეს მხოლოდ ეცადეთ რომ განიავებისთვის აქეთ ამ მხარეზე მაგალითად ან შეიძლება ვენტილატორი განიავებისთვის ვენტილატორი დავაყენოთ, რომელსაც შიგნიდან გარეთ გააქვს. აქ შეგვიძლია შიგნიდან გარეთ როდესაც გააქვს, ან შეგვიძლია მასეთ შემთხვევაში მოდი აბა აქ ვნახოთ სადღაცაც შემხვდა სადღაცაც ეს რა არის აბა ერთი სადღაცაც არის შედარებით მაგდაგვარი რაღაცა მაგდაგვარი ცოტა პატარა მინასავით, ფანჯარასავით, რომელიც მოგცემდა იმის საშუალებას თუ არის სადმე აქ ზემოთ ხო არ სად არის სადღაცაც არის, აი როგორ არის, იცი, ეს არის და ასე ვთქვათ, უფასო ვერსია, რომ მე გჭირდება კიდევ რაღაცის გადმოტანა, გადატანა, რაღაცის გამოწერ, დამატება, ასე ვთქვათ. აი, მოდი ეს არის. აი ეს დავაყენოთ ერთი ცალის სიტყვაზე, ამ შემთხვევაში ეს დავაყენოთ მეორე, ეს დავაყენოთ მესამე აქ. ახლა ვნახოთ ეს როგორ გამოიყურება უკანა მხრიდან. ეს შიგნით ხო არ მომივიდა შესშვება. ახლა ვნახოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი აქედან. აი შიგნით ამ მხარეს ეს არის ასე ვთქვათ თუ გინდა პატარა ფორთოჩკები იყოს. მიმიხვდით? ასეთ შემთხვევაში იყოს თუ გინდა პატარა ფორთოჩკები განიავების კუთხით ზოგადად განიავება არის საჭირო, მაგრამ ეს განიავება აუცილებლად რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ასეთი სტილის საღორეს, მას აუცილებლად ექნება, ასე ვთქვათ, სამხრეთიდან გირჩევნოდეს, რომ კონდეს კარები, იმიტომ რომ თლად იდეალურ კარებს ვერ გააკეთებთ, მაშინ მეტალოპლასმასის რაღაცის კარებს ვერ გააკეთებთ და ფანჯრის გაკეთება ამ შემთხვევაში ახლა ეს სავენტილაციო პატარა ფორთოჩკები ვთქვათ, მიმიხვდი, რომელიც თუ მაგალითად ქარბუქია ან ქარია რაღაცა არის დახურავ, შეიძლება მაგალითად სიტყვაზე აქ ახლა 10 მეტრი რომ არის ჩრდილოეთიდან შეიძლება ერთი ცალი ცოტა ასე ვთქვათ, ცოტა დიდი სარკმელის დაყენება შეიძლება, აი ცოტა დიდის სად არის აი ეს ავიღოთ მაგალითად ერთი ცალის 10 მეტრისთვის ან ზაფხულის პირობებში ორი ცალი დაავაყენოთ, ხოლო ზამთარში და ქარიანში მე მაგალითად არ იმას ვიზავდი, არ ასე ვთქვათ აი აგერ დავაყენე, ანუ ზამთარში არ გააღოთ. როდესაც ქარია, ქარბუქია რომ ჩtildeოეთის ქარი არ გააციოს თქვენი, ასე ვთქვათ, ღორები. სინათლისთვის შეიძლება, ხოლო ახლა თუ სიტყვაზე ცოტა პატარა ფორთოჩკას დავაყენებთ, ან ერთიანს დავაყენებთ, აქ არის ისეთებიც, ახლა ზოგადად ვამბობთ, ხო ხვდებით, რომ აქ ისეთებიც შეიძლება იყოს მაგალითისთვის მოცემული, სადაც შეიძლება დააყენო პატარა ზომისაც, მოდი ახლა ამაზე არ მიჩვენებს, ასე რომ იმის მიხედვით იმას ვთქვას, იყოს ეს ორიანი, წარმოიდგინეთ, თუ გინდა ერთიანი იქნება, ხო ხვდებით, თქვენ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. აქ ახლა ერთიანი, როდესაც არის, თუ შეუხამებ სიტყვაზე რომ იქ იქნება ორიანი, მოდი ამ ერთიანებს გადმოვიტან წინ, ამ ორიანებს გადმოვიტან აქ წინ მაგალითისთვის,
ამასაც გადმოვიტან წინ ორი სარკმელი საკმარისია დაჟე მე მაგალითად აღმოსავლეთით აქ როდესაც ბურვაკები უნდა მყავდეს აქაც დავაყენებდი მე მაგალითად სადახარ ერთიანი ზოგჯერ არ იმაშვება ხოლმე ეს დალოცვილი რომ რაღაცა გინდოდეს აი ერთიანები და ერთიანი მინდა აჰა აქ არის ერთიანი ფანჯარა აგერ ერთიანი ფანჯარა ამ შემთხვევაში მოდი ამას ცოტა აქეთ ამას აქეთ დავსვავ დაიცა აქ მიდი ამას გამოვწევ აქეთ ამ მეორესაც აქეთ გამოვწევ ამ პატარა პანჯარას მეორესაც დავსვავ მესამეს აქეთ დავსვავ ასე გავაკეთებ და აქ მაგალითად ორიანია ეს ამას აქეთ ამ მხრიდან გავუკეთებდი მე მაგალითად ორიანს ანუ ეს მაღალია ხო მოდი დაბალი გავუშვათ შედარებით დაბალი აი ახლა უყურე როგორ გამოვიდა ზაფხულის პირობებში შეგიძლია რომ ეს ფანჯრები ამას ახლა მეტალოპლასმასის ფანჯრები რომელიც არის პატარები არის რომლებიც კი არ იღება არამედ ქვემოდან ზემოთ იწევა ან ზემოდან ქვემოთ ჩამოიაღებ 1000-ნაირი გაღების სისტემა არის მე მივხვდით აქ ახლა არ აქვს მაგას მნიშვნელობა რა სისტემას გააკეთეთ ზოგადად აქეთ ამ მხრიდან დასავლეთიდან მე მაგალითად არ გავუკეთებდი ფანჯარას იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით ასევე ისეთ ადგილზე რომ ჩრდილო-დასავლეთის ქარით ცივი ქარი ქრის აღმოსავლეთიდან არ არის ცივი დინება იშვიათია ხოლმე მე ამას ძალიან კარგად ვაკვირდები ბუნებას ვაკვირდები რა როგორ უნდა გავაკეთოთ მაგრამ ამ შემთხვევაში ამას აქეთ ამ ხარეს არ გავაკეთებ და ანუ ეს როგორ არის იცი ეს არის ზოგადი მაკეტი ჩვენ შეგვიძლია ეს ზოგადი მაკეტი ჩვენთვის სასარგებლო პირობებზე მოვარგოთ მაგრამ ჩემი აზრით თქვა იმიტომ ამობ აქეთ ახლა იმიტომ დავაყენე ფანჯარა რომ როდესაც ორი დედაღორი მყავს და ორი დედაღორი რომ დაყრის მე მაგალითად აქ გავაკეთებდი ან შეიძლება რკინის კონსტრუქციით გავაკეთებდი საგოჭეს რომელსაც აქ ჩავდგავდი კონკრეტულად შეიძლებოდა ამ ადგილზე ჩამედო მაგალითად სიტყვაზე აქ ჩავრგავდი სადმე ან ცოტა ამ ადგილზე ერთ ჩავდებდი ან აქეთ ჩავდებდი როცა მინდა მივხვდი საგ გოჭებისთვის მაგრამ როდესაც უკვე დედას მოაშორებ ერთვეში გოჭებს შემდგომ უკვე აქ გაძლევს იმის საშუალებას 4 მეტრი 3 მეტრზე უკვე იმხელა ფართია რომ აქ თავისუფლად შეიძლება ორივე ბუდის ცოტა ბურვაკებამდე ირბინოს და მანამდე ან დაკლავთ ან გაყიდით ან რაღაცას იზავთ ეს არის ჩვეულებრივი მომენტი ჩვეულებრივი ადგილი და ამ შემთხვევაში მოდი კიდევ ერთ აქ რას დავუმატებ მე პირადად და აქ რას დავამატებდი ახლა მაგის აღმნიშნელი რაღაცა რომ რაღაცა იქნება იქ იყოს რაღაცა ისეთი რომ იქ შესაბამისად შეიძლებოდეს ჩადება რომ ანუ წარმოდგენაც რომ მქონდეს მაშინ რაღაცა არ არის ისეთი სიტყვაზე მოდი ეს ახლა საწოლი ხომ არის მაგრამ ეს საწოლი ან მოდი ეს კამოდია მაგრამ ამ კამოც დავდებ ცოტა ფერიანი მინდა ფერი რომ მქონდეს რომ და რას ვაკეთებ ახლა მაგასაც გაჩვენებთ მოდი ახლა ეს დავდოთ აქ ამას რო აქ დავდებ აი ესე დავდებ
ესე დავდევი აქ რას ვაკეთებ ახლა გეტყვით. ანუ აქ წესით ეს არის კამოდი, მაგრამ ადამიანის გონება ისეთია, იქ კამოდიგე რასაც გინდა იმას გადავაკეთებ. მივხვდი? ანუ ახლა ამ შემთხვევაში ამას ნუ კი მიაქცევთ ყურადღებას კამოდი რო არის. უბრალოდ ან რაღაცა შავი რომ იყოს ანუ წყლის სისტემა მოდი არ არის, კარგად არ გამოიყურება და რაღაცა რო არ გამოიყურება, კარგად არ მიყვარს ხოლმე რა. ანუ მაშინ აქ შეიძლება ზოგადად გავხაზოთ დროებით, რომ აი ეს ადგილი მაგალითად აი ეს მთლიანი ადგილი, რასაც ხედავთ, აი წყალი ამ აქეთა ზოლზე იყოს ხოლმე მეგობრებო წყალი. მივხვდით? ანუ სადაც შედიხართ, ხო? წყალის კანალიზაცია ეცადეთ რომ უკანა მხარეს იყოს კანალიზაცია, რა წინ რომ შეხვალთ სიტყვაზე გააღებთ კარებს, აქ სადმე სოსკები იქნება, ან სიტყვაზე უკან გექნებათ, იქით გექნებათ სოსკა, გააჩნია, მაგრამ წყლის მორეცხვის დროს როდესაც არის ხოლმე მომენტი რომ სიტყვაზე დააბან რაღაცა, ხომ? რომ აღარ იწვალო, რომ აი წყლის სისტემა გადაიტან, გადმოიტანო, ჯობია უკანა მხარეს კონდეს კანალიზაცია, აქედან რეცხავდე, წინიდან გამორეცხვა გაუკეთო და უკანა მხარეს კონდეს კანალიზაცია, საიდანაც ან მთლიანი დინებით წავა, მაგრამ მთლიანი დინებით, მაგალითად როგორ არის, იცი, ახლა აქ სიტყვაზე, როდესაც გარეცხავთ, ხო, ეს ოჯრა რომ გავრეცხეთ ამ უჯრიდან, აქ გამოვატარე წყალი, აქ რომ გოჭები არიან, პატარა გოჭები დედაც რომელიც მოაშორე, ეს ფეკალური მასა რო აქ გამოივლის ღია სივრცეში, აი ესე რომ გამოადინო, ხო? აქ ახლა ზოგან მინახია ხოლმე რომ პატარა 1-5 სანტიმეტრით ჩატეხილი არის ის ადგილი, ხომ ხვდები რაღაცა ღარივით, სადაც მიედინება, მაგრამ აქ რომ გოჭები არის, ამ ფეკალური მასას აქედან წამოსულს ის გოჭები ცხვირს გაკრავენ, გამოკრავენ და შეიძლება შეჭამონ ეგს და ან კუჭი აეშალოთ არ რაღაცა და მერე ტვინის საფურღი უნდა ქონდეს, რომ არ შეჭამოს ან რაღაცა კუჭი არ აეშალოს. ან შეიძლება აქედანვე ქონდეს გასასვლელები, აქედანვე იყოს გასასვლელი და გარედან ერთი მთლიანი რეზერვუარი, სადაც უკვე ტრუბით გავა შეერთდება, გინდა აქეთ წავა, იქით არა აქვს მნიშვნელობა. ანუ კანალიზაცია როგორ გვიდგება იქიდან გამომდინარე, ანუ ხო ხვდები, აი ეს სისტემა შეიძლება დახვეწოთ, თქვენ თვითონაც მოიფიქროთ როგორ გააკეთოთ. მე მაგალითად როდესაც ორი დედაღორი მყავს და ბურვაკები მყავს, ამ შემთხვევაში არ გირჩევდით თქვენ ბაქტერიაზე, იმიტომ რომ დედაღორის ყოლა ბაქტერიაზე არის კატასტროფის ტოლფასი, რომ ახალი ჯიშები როგორ არის, იცი, თავიდან რომ შეაჯვარებთ 6 თვის, ხომ, 7 თვის, ყველაზე ცოტა რო აიღო 100 კილო ხომ მაინც იქნება 6-7 თვის, ყველაზე ცოტა წონა. ის რომ შეჯვარდება და დაყრის, ის მერე გახდება უკვე 150 კილო, მერე უკვე 200-250 კილოიან ღორს თქვენ მეგობრებო, ბაქტერიაზე რომ ყავდეთ გოჭებს გაგიჭყლიტავთ, გაგიფუჭებთ და მერე თავში სახლელი გექნება და მერე შეიძლება მაგინოთ კიდევაც რომ მოსე რატომ არ გვითხარი თუ ესეთი რაღაცა იყო. მე დიდი ხანია არ მაქვს ეს ბაქტერია, მაგრამ მე მაგალითად რას გირჩევდით თქვენ? დაასხით მეგობრებო ბეტონი სიტყვაზე და ანუ არ აქვს მნიშვნელობა საით გექნებათ, როგორ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ თქვენ გემოვნებაზე მოაწყეთ. ახლა რაღაც ზოგადზე ვსაუბრობ. დაასხით ბეტონი, საიდაც გაგეხარდეთ, იქიც მიეცით უკლონი, როგორც გაგეხარდეთ, ისე მოეცით უკლონი, მაგრამ გირჩევნოდეთ თუ იმის საშუალება არის სუმთლიანად დააგოთ ზემოდან ქართული აგური, ანუ ბეტონს რო დაასხავთ, მერე ზემოდან ან ბეტონს რო დაასხავთ, ანუ კიდევ ზემოდან ჩაამაგრეთ, ბეტონში ჩადევით.
აგურები უფრო თბილია დამიჯერეთ ხეზე უფრო კარგია მე სამომავლოდ რამოდენიმე დედაღორისთვის აგურს ვაპირებ ფიცრით მქონდა ადრე მაგრამ ანუ 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ფიცარს გამოცვლა რომ ღორები ჭამდნენ ფიცარს სადაც უნდა დაწვეს აგურს ზაფხულში მორეცხავ მშვენიარია ან შეგიძლია ნახევარი გააკეთო ნახევარი უჯრა გააკეთო აგური სადაც დაწვებ არ ვიცი აი თქვენი გემოვნების არის მე პირადად დედაღორის ადგილებს გავაკეთებდი სადაც დედაღორი მეყოლება მაკეღორი მეყოლება თუ რატომ არის საჭირო ბეტონი არა აგურიანი და არა ბაქტერია იმიტომ რომ ბაქტერიაში ძალიან ბევრი რაღაცეები მინუსები დავიჭირე კარგია ის რომ არ გამოგვი არ დაასუფთავებ მაგრამ მაგალითად ჩემი ევროპული დუროკი რომ ყავს ხომ ცხვირმოჭლეტილი დიდი ხანია ბაქტერიაზე რომ არის და ძალიან ხშირად ვერ გადმომყავს თან სიმაღლეზე მაქვს მიმივხვდი ბაქტერიას თუ გააკეთებ ჩემი დიდი თხოვნა არის მაქსიმუმ 20 სანტიმეტრი მეტზე მაღლა არ აწიოთ ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჯობია მიწა ამოიღოთ და ისე გამოვიდეს თქვენი წვალოთ რომ შემდეგ ღორი აუცილებლად გარეთ უნდა გამოდიოდეს ბაქტერიაზე როდესაც მყავს ფეხები ეხარშება და ჩაეხარშა ფეხები და გარეთ რო გამოდის ქვიანზე მე უჭირს ამ დალოცვილ სიარული და ანუ ის ღორი ახლა 3 და 4 წელი მე გაუჭირდება სიარული მიმეკვეთ ამას ჯობია ბეტონზე მაგრამ მე რასაც დავასკვენი ყველაზე კარგი არის თუ აგურს დააგებთ ფეხიც ადვილად არ უცურდება და შეგიძლიათ მაგალითად ამ შემთხვევაში აქ არ გირჩევდით სადაც დედაღორი და ეს გეყოლება აქ არ გირჩევდით ბაქტერიას იმიტომ რომ ბაქტერიას გააჩნია უფრო შედარებით მეტი კონდენსატი მას მეტი განიევება ჭირდება მეტი ჰაერიზაცია უნდა ამიტომ ბაქტერიისთვის სადმე პატარა 1.5-6 კვადრატი გააკეთეთ სადაც გოჭებისთვის კი ბატონო ცოტა ხანი რომ გოჭები სანამ არ გაცივდეს 1-3 თვემდე 2 თვემდე 3 თვე 1-2 თვის 2 თვე რო გოჭებმა იჩუჩუნონ ბაქტერიაზე გირჩევდით მაგრამ იმის იქით გოჭებსაც აღარ გირჩევდით რომ შემდეგ უკვე აქტიურ ფაზაში გადადის მიმივხვდი და ანუ რასაც დავაკვირდი რაღაც მე მაგალითად 1-2 უჯრას გავაჩერებ ან სიტყვაზე თუ რაღაცა მინდა ზოგჯერ შეიყვან რომელიმე ბურვაკს ან რაღაცას მაგრამ დედაღორებს ან მაკეღორებს ბაქტერია არ უხდებათ ბურვაკს ან პატარა გოჭს მოზრდილ გოჭს კიდევ შეიძლება მოდი ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ დრო რომ არ წაგვერთვას და დანარჩენი ახლა იმედი მაქვს მივხვდით ამ პრინციპს მოდი ახლა ერთს კიდევ რაღაცეებს დავამატებდი სიტყვაზე მაგალითისთვის რამდენი შეიძლებოდა რა სიმაღლის შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი მაგალითად რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი სიმაღლეში 10 მეტრი ავიღოთ დაახლოებით ეს რომ 3 მეტრია წინ რომ გადმოხურო 1 მეტრის გადმოხურვა წინ აუცილებლად მოგიწევთ მეგობრებო იმიტომ რომ წინ ანის არ სიტყვაზე რომ მიდიხარ ან საჭმელი მიგაქვს ხო ხდები არ დაგისველდეს საჭმელი ან რაღაცა წინაც გადმოხურავ ანუ 1 მეტრი წინ გადმოხურვა მიდის 3 მეტრი აქ გადახურვა არის და 1-20 სანტიმეტრი კედელს აუცილებლად უნდა გადმოაშოროთ რომ კედელი არ გააფუჭოს მიმივხვდით წვიმა ახლა რაც შეეხება უკანა მხარეს მაგალითად შეიძლება ბლოკი რომ დააწყოთ უკანა მხარეს შეიძლება დააწყოთ 1.80 მეტრ სიმაღლის წინა მხარეს შეგვიძლია დავაწყოთ 3 მეტრაში 20 სანტიმეტრი 20 სანტიმეტრი მაგალითად დახრას აძლევს ახლა 20 სანტიმეტრიანი დახრა აქ უკვე 3 მეტრი რო არის აქ წარმოიდგინეთ თქვენ 4 მეტრი გაქვთ 4 მეტრაში 20 სანტიმეტრიანი დახრა მშვენიერია რომ სიტყვაზე მთლად ან დიდი თოვლი რომ მოვიდეს ან რაღაცა რომ
ანუ კარგია, ძალიან დიდ ხარჯზეც რო არ გადავიდეთ, მაგიტომ ამბობ. ამიტომ უკანა მხარეს შეგიძლიათ სიტყვაზე დავაწყოთ მაგალითად 9 რიადი ბლოკი, წინ დავაწყოთ 10 რიადი და აუცილებელია, ჩემი დიდი თხოვნა არის, ან 8 რიადი დააწყეთ უკან, 9 რიადი წინ გააჩნია. მაგრამ აუცილებლად აი ახლა ამ შენობა ნაგებობას კამარი გაუკეთეთ. აუცილებლად გაუკეთეთ კამარი. მიმიხვდით? რომ უფრო დიდ ხანს გაძლოს. ხვდებით, ახლა უკამროდ შეიძლება გაძლოს 10 წელი, 15 წელი, მაგრამ კამრით შეიძლება გაძლოს 30 წელი, 50 წელი. გააჩნია 60 გააჩნია. მე მაგალითად გაკეთებული რომ აქვს, მე მაქვს კოლონები გაკეთებული, კამარი იმის საშუალება და დრო ვჩქარობდი და ვეღარ გავაკეთე, მაგრამ სამაგიეროდ კოლონები მაქვს. მე მაგალითად ამ 10 მეტრში აქ დავსვავდი მაგალითისთვის ერთსალ კოლონას, მოდი ავიღოთ, აქ დავსვავდი ერთსალ კოლონას, აი მაგალითად ეს არის ერთი კოლონა. აქ დავსვავდი მეორე კოლონას, აქ უნდა დაჯდეს მესამე კოლონა, აქ უნდა დაჯდეს მეოთხე კოლონა. ეს არის აუცილებელი, როგორც სიცოცხლისთვის აუცილებელი. ახლა აქ 10 მეტრი რო არის სიგრძეში. მიმიხვდი, აქ მაინც თავისებური წინაღობა აქვს, რაღაცა აქვს. თან შიდა ტიხრები არ გააჩნია, მიმიხვდი, სპლაშნოი 10 მეტრია. აქ წარმოიდგინე შიდა ტიხრებს არ აკეთებთ, ხო? ამ შემთხვევაში მე მაგალითად ამას ორ ადგილზე აუცილებლად აქაც გავუკეთებდი ტიხარს. მიმიხვდით, ახლა ამ შემთხვევაში ფანჯარას ცოტას აქეთ მოვწევ, რომ დაიცადე, ანუ ამ შემთხვევაში მოდი ეს სხვა ვარიანტი ვერ იზავს, რომ ეს ფანჯარა ცოტა ოდნავ მოვწიოთ, რომ აჰა, ასე იყოს და აქ ვნახოთ ახლა ტიხრები. ანუ აქ წავიდა ერთი კოლონა, მეორე კოლონა, მესამე კოლონა, მეოთხე კოლონა, აქაც ანალოგიურად კოლონა. აუცილებლად კოლონა, თუ გინდა რომ იყოს საშვილიშვილო, საშვილთაშვილიშვილო. არაფერი დიდი, არაფერი არ იძლება. ბლოკს რო აქამდე მოიტან დააწყობ, იქიდანაც მოიტან, მე აქეთ იქით ფიცარს მიადებ და ჩაასხი. ისი არ არის, რომ აი სიტყვაზე მარტო კოლონა დაასხა, ჩადო და მე ამოაშენო. ამ შემთხვევაში მყარი არ იქნება შენობა ნაგებობა, დამიჯერეთ მეგობრებო, მას ეკეთდება კორპუსი, მაგრამ როგორ არის იცი, ამ კორპუსს რომ 1-5 ბალი რომ მოხდეს, ხომ? ეს შენი გვერდითა ამოშენებული აივნის მხარე იქნება თუ საძინებელი, ისე გაისვრის იქით აქეთ და დაგრჩება მარტო ღიობი. მიმიხვდი კედლების გარეშე, იმიტომ რომ ამას არანაირი სიმყარე არ გააჩნია. კოლონები არის მყარი, მაგრამ რამდენად მყარი, ამაზე სხვა დრო შეიძლება საუბარი, ეს არ არის ეს თემა, მაგრამ მყარი რომ იყოს, აქედან მოიტანე ბლოკი, აქედან მოიტანე ბლოკი 20 სანტიმეტრი გააჩერე, აქეთ იქით 20 ცალი, ანუ უკვე ფუნდამენტიდან უნდა ქონდეს გათვლილი ეს ყველაფერი და პირველ რიგში, როდესაც ამ სიმაღლე შენობა ნაგებობას აკეთებთ, ანუ ეს სიმაღლე არ გეგონოს პატარა სიმაღლის და არ გეგონოს ეს შენობა ნაგებობა ზოგადად ცოტა. იმიტომ რომ ახლა ჩვენ რომ დავითვალოთ, მოდი ავდგეთ და დავითვალოთ, ახლა თან აგერ კალკულატორს ავიღებ, რომ დავიწყოთ ანგარიში სიტყვაზე. მიმიხვდით? მაგალითისთვის რომ ავიღოთ უკანა მხარეს გვინდა ჩვენ სიტყვაზე მოდი ახლა მას გავთიშავ, უკანა მხარეს ჩვენ გვინდა ეს არის 10 მეტრი, ხო? 10 მეტრში რო ვიანგარიშოთ, ბლოკი არის 40 სანტიმეტრიანი სიგრძის, სიმაღლე არის 20 სანტიმეტრი, ასეთი შენობა ნაგებობას 20-იანი ბლოკი კარგი არის, ცოტა შედარებით თბილი იქნება, ზაფხულში გრილი იქნება. მაგრამ თუ
მაგალითად არ არის 20-იანი ბლოკის საშუალება 15-იანით წავა, მაგრამ 10-იანი არაფრის დიდებით არ გააკეთოთ. 10 სანტიმეტრიანი ბლოკით ესეთი შენობა ნაგებობა არაფრის დიდებით არ გააკეთოთ. გააკეთეთ 15-იანი ბლოკის სისქით, სისქეში, სიმაღლეში არის 20-იანი, სიგრძეში არის 40-იანი. წარმოიდგინეთ 10 მეტრა რომ ავიღოთ, ხომ, დაახლოებით ამ ჩვენ 10 მეტრას რომ დავიანგარიშოთ 10 გაამრავლე 10 მეტრი გაყავი 0.40-ზე გამოგივა 25 ბლოკი. ანუ 25 ბლოკი მიდის გინდა წინ, გინდა უკან. ამ შემთხვევაში, როდესაც აგვაქვს ჩვენ სიგანე 3 მეტრი, 3 რომ გავყოთ 0.4-ზე გამოგვივა 7.5 ბლოკი. ანუ აქ გამოგვივა 7.5, მაგრამ ის 7.5 ცოტა რომ დავაკლოთ სიტყვაზე, მოდი უხეშად იყო ჯერ 7.5 ბლოკი, მაგრამ როდესაც კოლონა თავისას მოაკლებს, ყოველთვის ჯობია ცოტა ზედმეტით მოიტანო, კი არსად წავა. მოდი ახლა დავითვალოთ ეს შენობა ნაგებობისთვის რამდენი ცალი ბლოკი გვინდა. აი ახლა ეს დავითვალოთ. სიტყვაზე უკანა მხარეს თუ ჩვენ გავაკეთებთ 8 არის მეტრა 60 და კიდევ თუ მეტრა 60 გააკეთებთ, ამ შემთხვევაში პირველ რიგში სანამ ბლოკის დავიწყებთ, მანამდე ფუნდამენტი ამოვიყვანოთ გარეცხვის შედეგად, როდესაც წყლით რეცხავთ, ბლოკი ძალიან დიდხანს ვერ ძლებს. შეიძლება გაძლოს 5, 10, 15, მაგრამ ის ბლოკი წყლის შედეგად, მისხვის შედეგად დაიშლება. მიმიღეთ, თუნდაც ბლოკში რომ მქონდეს ბაქტერიაც ჩაყრილი, რაღაც დროის შემდეგ ბაქტერია შეჭამს მაგ შენ ბლოკს და დაგეფშნება. და ყოველთვის იცოდეთ, რომ 50 სანტიმეტრით სიმაღლეში მაღლა ამოწიეთ, 50 სანტიმეტრი კარგად ყოფნის. ან მაგალითად მეტლახით მეტლახი უნდა გააკეთოთ, სადაც წყალი მიესხმევა 30 სანტიმეტრი და მაგდენ ჩალიჩს, ხომ, რომ გალესო მაინც სად ჩასხმული ჯობი 50 სანტიმეტრი სიმაღლეში აპალოვკა 1 ანუ 2 ფიცარი 40 სანტიმეტრი მაინც მეგობრებო ჯობია მაღლა ამოწიეთ მიწის ზემოთ. ხვდებით 50 სანტიმეტრი თუ მიწის ზემოთ ამოვწევთ, მაგ შემთხვევაში უკვე ჩვენ გვინდა სიმაღლე უკვე დაახლოებით რომ გავუშვათ 6 ბლოკი, 6 ბლოკი არის მეტრა 20, 6 არ გვეყოფა უკან, 7 ბლოკი მეტრა 40, მეტრა 40, ნუ 6-იც გვეყოფა, თუ 50 შვებით, მაშინ 50 დამატებული მეტრა 20 გამოვიდა ექშენი მეტრა 70, უკან გვაქვს მეტრა 70, ანუ ჩვენ ვამბობთ 6 ბლოკს. 6 ბლოკი. ახლა 6 ბლოკი არის სიმაღლეში 25 მიდის 1 რიადზე. 25 1 რიადზე, 25 გამრავლებული 6-ზე არის 150 ცალი. ბლოკი გინდა უკანა მხარეს. მიმიღეთ 150 ცალი ბლოკი გვინდა უკან და წინა მხარეს ახლა ბევრი ფანჯარა არის, ბევრი კარია და ფანჯარა არის. ამ შემთხვევაშიც წინაც 150 ბლოკი ყელში გვდის. ეს არის უკვე 300 ცალი ბლოკი. დაჟე უკან და წინ ეს უხეშად ვსაუბრობთ, მიმიღეთ რომ ფანჯრის და ვენტილაციის და იმის შეიძლება ამოვიდეს. გვერდიდან სიმაღლე გვერდიდანაც რომ იანგარიშო 6 აქეთ და 6 იქით, სულ არის 7.5 ბლოკი გვინდა. ანუ 7.5 გამრავლებული 6-ზე 45 ბლოკი, 45 ჯერ 2 90 ბლოკი გვინდა. ეს თან ფურცელზე ვწერო, მეც თან ვისაუბრო. ანუ 90 გამოდის რომ 390 400 ცალი ბლოკი ყოფნის ყელში მეგობრებო ამ შენობა ნაგებობას, რასაც თქვენ ხედავთ და ეს 400 ცალი ბლოკი რომ გავამრავლოთ 400 გამრავლებული 0.84-ზე 320 ლარის ბლოკი ყელში დის. ხვდებით?
ახლა ამას რომ დაუმატოთ ცემენტი ზოგადად 400 ცალი ბლოკი რომ დააწყოთ ცემენტი და ქვიშა ამ შემთხვევაში ჯობია სასტიაშკე ქვიშა მოიტანო 1-4 კუბი ან თუ არის დიდი მანქანა კამაზით 6-10 კუბი მოიტანო იმიტომ რომ ის აქაც გამოგადგება სტიაშკებზეც გამოგადგება ბლოკის ასაშენებლად მე მაგალითად ყვითელ საჩხერის ქვიშას არ ვიყენებ სასტიაშკე ქვიშას წმინდა ქვიშას რომელიც კუბი ღირს 30-35 ლარი 30 ლარი ღირს არ ვიცი ახლა ამ წუთას შეიძლება 35 ღირს ნუ 30 ამას მიუმატებთ კამარი აუცილებლად იმ კამარს აი ახლა ესეთი შენობა ნაგებობა სიმძიმით რომ აიღოთ ახლა ჩვენ დავითვალეთ 300 ცალი ბლოკი 300 ცალი ბლოკი არა 390 ანუ 400 ცალი ბლოკი ერთი ცალი ბლოკი არის წონით დაახლოებით რომ აიღო ყველაზე უხეში 12 კილო ანუ 400 რომ გაამრავლო 12-ზე არის 4800 ანუ დაახლოებით 5 ტონა არის ეს დალოცვილი ეგ შენი შენობა ნაგებობა ბლოკი 12 კილოიან ბლოკზე მაქვს საუბარი ამას კონსტრუქცია რომელიც ზემოთ უნდა გაუკეთდეს ხის ბალკებს გააკეთებთ თქვენ თუ რკინის ბალკებს გააკეთებთ ეს თქვენი გადასაწყვეტია შეიძლება მეორადი ხის ბალკა იყოს მაგრამ მე მაგალითად თუ არ მაქვს მეორადი ასეთ შემთხვევაში რკინის ტრუბა კვადრატს გავაკეთებდი და იქიდან გამომდინარე მაგალითად 30-60-ზე ყელში დის ან ზოგადად ანუ ტრუბა კვადრატზე კიდევ შეიძლება გააჩნია სად არის ახლა თუ სადმე ისეთ ზონაშია რომ დიდი თოვლი მოდის იქ შეიძლება ცოტა მსხვილი გააკეთო ცოტა წვრილი გააკეთო ანუ მაგას გააჩნია სახურავი ახლა მაგალითად ეს რომ 3 მეტრია ეს არის 3 მეტრი 3-ს ერთი წინ 4 ცოტა ამას დაქანება ექნება 20 სანტიმეტრი, აქეთ 30-4 მეტრი, 4 მეტრ ნახევარი დაგჭირდებათ ამაზე სახურავის სიგრძე. 4 მეტრ ნახევარი 4.5 გამრავლებული ეს არის სიგანე 10 მეტრია, მაგრამ 10 მეტრს 20 სანტიმეტრი აუცილებლად გვერდზე უნდა იყოს, 20-იც გვერდზე ეს არის. ანუ გამოდის გამრავლებული 10 და 4. გამოდის 46.8 კვადრატული მეტრი სახურავი. ანუ 47 კვადრატული მეტრი სახურავი უნდა ამას რომ 1-20-25 სანტიმეტრი აქეთაც უნდა გადმოვიდეს, წინ რომ გადმოხურო 1 მეტრი, წინ რომ გადმოხურო რომ წვიმაში არ შეხვიდე. მივხვდი, დამიჯერე გჭირდება. ანუ ეს არის 47 კვადრატული მეტრი სახურავი. 47 კვადრატული მეტრი სახურავის ფასი 47-ის გამრავლებული ყველაზე იაფი არის სადღაც 12 ლარი კვადრატული მეტრი. ანუ 12 ლარზე არის სადღაც 564 ლარი. 47 გამამრავლო 12-ზე არის 564 ლარი. ნუ 570 ლარი თქვი, მაგრამ იქ შურუფიც გინდა დასაშურუპებელი 570-600 ლარი სახურავი დის ყელში ამას თავის შურუფით 47 კვადრატია იქ შურუფიც უნდა დააშურუპო იქ მერე ფიცარი გინდა ანუ გააჩნია რა ფასი არის აი ხომ ხდებით ახლა მე უხეშად ვითვლი ამ ყველაფერს მიმივხვდით სიტყვაზე თუ მეორად ფიცარს მოიტან და მე მაგალითად გირჩევდით სახურავებს ასეთ ფორმაზე მაგალითად ახლა ჩვენ რომ აქ ჩავ იმას ვქნათ რომ ავიღოთ სახურავები
აი ვნახოთ სახურავები აი მაგალითად ამ სახურავს ასეთი გოფრირებულ სახურავს არ გირჩევდით, იმიტომ რომ მას ყოველ 33 სანტიმეტრში, აი ყოველ ამ გადახრაში ესაჭიროება აი ყოველ შეხედე ყოველ ამ ზოლზე მას ჭირდება ფიცარი. ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ ფიცრის მეტი ხარჯი. აი ხომ ხვდებით, ეს არის 33-35 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს ერთიდან მეორემდე. ამათი სიგრძე გააჩნია, რომელი ნოვას ფირმა არის, ფეიქრევზე არის, სადაც აკეთებენ მე მაგალითად მონტერეი ლუქსის სახურავს ხმარობ, რომელიც ძვირიანია და ხარისხიანია. ყველა სახურავს შეიძლება რაღაც სიგრძე ქონდეს. ყველაზე გრძელი მონტერეი ლუქსს აქვს 35 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს ამათსა და ამათ შორის დაცილება, რომ ფიცარი წავიდეს, მაგრამ როდესაც მეგობრებო, აი ესეთი ფორმის პატარა შენობა ნაგებობა გააქვთ, მე მაგალითად აქ რაღაცა შეგხვდება ახლა ისეთი ფორმის სახურავი, რომელსაც თუნდაც აქ კი არის, მაგრამ უფრო კარგად მინდა. აი ეს ამ სახურავს პატივს არ ვცემ, ეს რაღაც უარგისი სახურავი. აი ამ სახურავს პატივს არ ვცემ, ამასაც ანალოგიურად ბევრი ფიცარი უნდა. ახლა იქ ზემოთ თუ თქვენ ერთი კუბი ფიცარი წაგივიდა, მაგრამ რა მინდა მაშინ. ხდებით ესეთი რამე. მიმიხვდით? ამიტომ უნდა ეცადო ეს ცოტა კიდევ სადღაცაც შემხვდება ეს დალოცვილი. აი აგერ არის, მაგრამ სხვა აი ესეთი სახურავი. ხოლო ცოტა ეცადეთ რომ 0.5-იანი დააფაროთ და რატომ? ეს ბუნება ისე შემოგვეჩვია, რომ სეტყვა იცის ხოლმე. თუ 0.3-იანს დააფარებთ, მეგობრებო, სახურავს ზედ აუცილებლად როგორ არის იცი? გაგიხრიტავთ სეტყვა და დარჩება ისე. მიმიხვდით? თუ თქვენ დააფარებთ 0.5-იანს ან 0.4-იანს, მაგ შემთხვევაში უფრო დიდხანს გაგიძლებთ თქვენ სახურავი, არაფრის დიდებით, ეს არის მეტალოპლასმასის, ანუ კრამიტის ფორმის სახურავი. არ დააფაროთ, ჩემი დიდი თხოვნა არის, მასეთი ფორმის დააფარეთ. ასეთი ფორმის თუ ახლა იმის საშუალება გაქვთ, აი ესეთი ფორმის, აი ესეთი გრაგნული სად არის? ეს კიდევ სხვა რაღაცა არის. ანუ ხო ხვდებით, აი ესეთი ფორმის დააფარეთ, ესეთი ღარებიანი ქარისგან ეს ფანდური არის, აი არ გირჩევდით ასეთ სახურავს. ეს არის ფანდური, ეს არის იმისთვის ამზადებენ, რომ აი შემოღობები რო არის ხოლმე, რომ ტერიტორიები იყოს შემოღობილი, აი მაგისთვის მზადდება რა. მე მაგალითად არ გირჩევდით მასეთი ფანდური სახურავის გაკეთებას. მე გირჩევდით აი ესეთი გოფრიანი, რომ აი სპლაშნოი აქვს, მე აბურცული სპლაშნოი და ყველაზე იაფი მაგალითად კაი ხარისხის, აი მონტერეი ლუქს მაგალითად 12-13 ლარად კვადრატული კარგი აქვს, 0.4-იანი, 0.5-იანი მშვენიერი აქვს. ახლა ამ ფურცლებიანს ჯობია ცინკი საიღოთ, რომ ეს ფურცლებიანს გადადის. ეს დიდი არაფერია და მე დაჟანგდება. მიმიხვდი? აცინკოვანი ჯობია აიღოთ მონტერეი ლუქსში ერთი ნახე აცინკოვანი, მაგრამ აი რაღაც ვერცხლის ფერივით და ძალიან მომეწონა. მიმიხვდი? იმათი სახურავის ფერი, ანუ თვითონ ხარისხი. ასეთ შემთხვევაში, როდესაც გადახურვის სისტემას გააკეთებთ და ცალმხარეს ხდება გადახურვა, ხომ? მაგ შემთხვევაში შედარებით ფიცრის გაშვებები უკვე აღარ დაგჭირდებათ 33-35 სანტიმეტრში ერთი. მერე გააკეთებთ 50 სანტიმეტრში ერთი. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ეს რომ არის უკვე 4 მეტრი და ანუ 3 მეტრი, აქეთ მეტრი, 4 მეტრი. აქეთ 30, 4 და 30-ზე. ხომ? თქვენ წარმოიდგინეთ 4 და 30, 4.30 გაყე 0.35-ზე. ამ შემთხვევაში 12 რიადი მინდა
მე თუ კრამიტიან ფორმას დავაყენებ 12 რიადი გინდა პლუს ბოლოში გინდა ერთი ცალი თავში გინდა ერთი ცალი თავში რომ შუბლი გაუკეთდეს ბოლოში რომ ჟოლოპი გაუკეთდეს მიმივხვდი მაგრამ 12 ცალი გინდა ფიცარი 12 ცალი ფიცარი რომ აიღო დაახლოებით 10 სანტიმეტრიანი მაინც გინდა 10-12 სანტიმეტრიანი ხვდებით 12 ცალი ფიცარი რომ აიღო ეს 12 ცალი და 10 ანუ 3 6 9 ხო ანუ მთელი ზოლი ხო უნდა აიღოს მიმივხვდი დაჟე შეიძლება იქ ჩაკერება დაგჭიდეს რომ ეს 10 მეტრია ფიცარი არის 3 მეტრიანი ხვდებით ამას ჯობია 50 სანტიმეტრში იმსახურავზე 50 სანტიმეტრში ყელში დის იმ მეორე სახურავზე მე რომ გითხარით ხო ხვდები მეორე სპლაშნოი სახურავები რო არის 50 სანტიმეტრი აი ესეთი სახურავები რომ არის ეს კიდევ ცოტა სქელია ხო მიმივხვდით რა იმ სახურავზე რაზეც ვამბობ იქ 50 სანტიმეტრში ერთი ცალი ყელში დის წარმოიდგინეთ 4 და 30 რომ გავყოთ 0.5-ზე 8 ცალი ფიცარი გინდა სად 12 ცალი სად 8 რიადი 8 რიადი ყელში გდის 50-ზე ზემოთ უკვე ქარი ან ფალს ან ანუ ქარი იხმაურებს და არ გირჩევთ მიმივხვდით კარგით ეს იყო რაც მინდოდა დღეს მეთქვა დანარჩენი თუ მოგეწონათ და ამაზე კიდევ და აი კომენტარში დამიწერეთ რომ გავაგრძელოთ ამ თემაზე და რაზე გავაგრძელოთ ამ კონკრეტულად ამ ცალზე და იმ ორიანზე მე ვთქვი რომ 100 ლაიქი რომ ავა მერე გავაგრძელებ ამაზე როდესაც 50 ლაიქი ავა მაშინ გავაგრძელებ მიმივხვდი ახლა ის ვიდეო სიტყვაზე ის ჩემი მეორე ვიდეო ნახა დაახლოებით 200 ადამიანმა ხო ნახა მიმივხვდი მაგრამ ამ შემთხვევაში როდესაც 200 ადამიანმა ნახა ხომ აი ახლა შევიდეთ 220 ადამიანმა ნახა ახლა ეს ვიდეო და არის 61 ლაიქი მიმივხვდით აი ეს არის 61 ლაიქი 220 ანუ აი აქ იცი რა ხდება რომ 220-დან აი ადამიანები შემოვლენ უბრალოდ ნახავენ უი გათამაშება არ არის უი აი ესა უი ისე გავლენ ანუ აქ ის იმას კი არა ვიდეო არ უნახია 220 კაციდან 61-მა კაცმა ნახა ვიდეო თავიდან ბოლომდე მიმივხვდი დანარჩენმა არ ნახა ვიდეო თავიდან ბოლომდე მაგიტომ ვამბობ რომ იქ თუ გინდათ რომ გავაგრძელოთ ეს თემა ამიტომ ამ შემთხვევაში ეს თემა რომ გავაგრძელოთ და კიდევ საინტერესო რაღაცეები შეიძლება გავაკეთოთ მაგალითად ერთმა ადამიანმა მითხრა რომ როდესაც ცხოველი გყავს სიტყვაზე და სასაკლაოზე მიგყავს ცხოველი მარშრუტკაში იმაში როგორ დავსვათ რა გავაკეთოთ ამისთვის აი მაგასაც გავაკეთებ შემდეგ ვიდეოში 50 ლაიქი ამ ვიდეოს ეკნება გავაგრძელებთ კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ ხარჯებში კიდევ რა ჯობია რომ გავუკეთოთ მიმივხვდით ანუ სახურავის სისტემა მაგალითად აქ როგორ არის იცი თავისუფლად შეიძლება მაგალითისთვის ტრუბა კვადრატი ამას ყელში დის დაახლოებით სიგანეში რომ იყოს 30-იანი სისქის სიმაღლეში რომ იყოს 50-იანიც რომ იყოს სიმაღლეში დაიჭერს ანუ 60-30-ზე ტრუბა კვადრატი ამას ყელში დის არანაირი პრობლემა არ აქვს 60-30-ზე რებროზე დაიდება და მშვენიერი არის მაგალითად 7-12-ზე 6-12-ზე 7-12-ზე მაინც უნდა კოჭი დადო რომ სახურავი დადო ახლა რაღაცა 5-6-6-6-ზე რეიკარო დადო ის ერთ დღეს თავში დაეცემა შენ ზღორებს მიმივხვდი ანუ რაღაცა სისქის ხომ უნდა იყოს ახლა წარმოიდგინე 3 მეტრაა ხომ ამიტომ 60-იანი სიმაღლის აქაც მეტრი უნდა გადმოვიდეს 6 სანტიმეტრი 6-3-ზე ტრუბა კვადრატი ჩვეულებრივად ყოფნის ამათ რომ ზემოდან სახურავსაც გაუძლოს და პროფილიც გითხარით ისეთი პროფილის გირჩევთ მე პირადად დანარჩენი შემდგომ გავაგრძელოთ შემდგომ ვიდეოში ბლოკით თქვით ფუნდამენტს მოდი აქ ფუნდამენტსაც დავამატებ
რომ სიღრმეს დავამატებ. დანარჩენი შეგვიძლია კიდევ ფუნდამენტზეც ვისაუბროთ, აქ გავაგრძელოთ ფუნდამენტზე. სიღრმე ამ შემთხვევაში თუ 50 სანტიმეტრი, მაღლა ამოვედით. სიღრმეში 1.50 სანტიმეტრი, 40-50 სანტიმეტრი ყელში დის. იმაზე მეტი აქ არ უნდა ამას. 1.50 სანტიმეტრი არის 2 ბარისპირი. ამას მეტი არ უნდა. წონა ჩვეულებრივად ყოფნის. დანარჩენი ცოტა კიდევ დაჯდება და დაწევს დაბლა. ამაზე მეტი ღრმა 40-50 სანტიმეტრი ყელში დის. სიტყვაზე 40 სანტიმეტრი დაბლა რომ ჩახვიდე, 1.40 სანტიმეტრიც რომ მაღლა ამოხვიდე, იქნება კამფეტი რა. მივხვდით? იქნება მშვენიერი. კარგით მეგობრებო, ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეთქვა. დანარჩენს შემდგომ ვიდეოში ვისაუბრებთ, ამ თემაზე გავაგრძელებთ კიდევ და კიდევ კონკრეტულად დავაკონკრეტოთ, აქ კიდევ რა გვინდა, რა გავაკეთოთ, ეს არის ჩვეულებრივი. ახლა აქ შეიძლება კიდევ რაღაცა შენობა მოვაწყოთ, ან გვერდზე, გააჩნია სად გვიშვებს ფართი ამის საშუალებას, როგორ გვიშვებს ფართი ამის საშუალებას, იმის მიხედვით ისე მოვაწყობთ, სადღაცა შესანახი ხო უნდა იყოს საჭმლის ან რაღაცის, ხო? იქიდან გამომდინარე, ეს არის ვიზუალი, თორე ყველა ადგილიდან გამომდინარე კეთდება ტერიტორია, რის საშუალებასაც გვაძლევს, იქიდან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ საქმე. კარგით მეგობრებო, ეს იყო რაც მინდოდა დღეს მეთქვა, რაზეც მინდოდა დღეს მესაუბრა. დაგემშვიდობებით, თქვენთან იყო MTV-ის საინტერესო ამბებით. მე მისი წამყვანი მოსე ვარ, კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე ამ ვიდეოს ექნება 50 ლაიქი, დისლაიქიც და ლაიქიც ორივე ჩაითვლება, იმიტომ რომ ორივე ერთ ჩარჩოში მიდის. ხვდებით? და იქ კიდევ გავაგრძელებ და თუ რამე გინდათ კიდევ რომ დავამატოთ, დასვით კითხვა და გავშალოთ თემა. მივხვდი რომ ახლა მე ზოგადზე ვსაუბრობ და მე ხო არ ვიცი შენი ნაკვეთი, ახლა მე ღმერთი კი არ ვარ კაცო, შენი ნაკვეთი როგორია, რანაირია, როგორი დახრა აქვს, რა გაქვს, რა ფორმით გაქვს. მე წარმოდგენა ხო არ მაქვს, ხო? ანუ რაღაცა კითხვა დასვი, რა გაინტერესებთ რომ ავხსნათ, რა ხარჯი გაინტერესებთ, ახლა ზოგადად აქ დავითვალეთ ამ შენობანაგებობის ბლოკი, ანუ სადღაც 400 ბლოკი ვთქვი უხეშად, მაგრამ 350-იც ყელში დის. მივხვდი, მაგრამ 400 მოიტანე, არ გაგიფუჭდება, არ დაობდება. მივხვდი, 400 წალ ბლოკს თავისუფლად მოიტანს ზილი, მოაცუნცულებს, ბლოკს გააჩნია როგორც იყიდი 15-იანი ბლოკის ფასი იწყება 75-დან ზემოთ. 20-яნის ბლოკის ფასი იწყება 85 თეთრიდან ზემოთ. ახლა თქვენ გადაამრავლეთ ყველაფერი და გააჩნია სატყიდულობთ. კარგით, დაგემშვიდობებით, დანარჩენი გავაგრძელოთ შემდგომში.